მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნეს მოთხოვნა შეუმცირდა. BIG ინდექსის მიხედვით ეს პრობლემა წინა კვარტალთან შედარებით კიდევ უფრო გამძაფრდა და თუ პირველ კვარტალში ეს გამოწვევა კვლევაში მონაწილე კომპანიების 21%-ს ჰქონდა, მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი უკვე 32%-ია. მოთხოვნის სიმცირე ბაზარზე მომხმარებელთა ინტერესისა და მსყიდველობითი უნარის დაცემაა, რაც პროდუქციან მომსახურებაზე შესყიდვების შემცირებას იწვევს. თუმცა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ მოთხოვნის კლება პირდაპირ კავშირშია მარტის გლობალურ გამოწვევებთან, რამაც გავლენა საქართველოს ტურისტულ სექტორსა და უძრავი ქონების ბაზარზეც მოახდინა. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ფიქრობს, რომ მოთხოვნის შემცირება დროებითი ეფექტია და მომდევნო პერიოდში ვითარება გაუმჯობესდება. მეორე კვარტლის კვლევა დაემთხვა იმ პრობლემებს, რაც გლობალურად იყო. ეს იყო მარტი, ეს იყო გალფის ქვეყნები, სპარსეთის ყურე, გალფის ყურე და ამავდროულად და ეს კონფლიქტურმა პერიოდმა ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როგორც ტურისტულ სექტორზე, ასევე უძრავი ქონების ბაზარზე. ამიტომაც აქ მცირედი ასე ვთქვათ, ნეგატიური ცვლილებები არის, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ ეს არის დროებითი პრობლემა. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა არა მხოლოდ პირველ კვარტალთან, არამედ გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებითაცაა შემცირებული. თუ ინდექსის ეს მაჩვენებელი 2025 წლის პირველ და მეორე კვარტალში 24 და 21% იყო. ეს პრობლემა მეორე კვარტალში კომპანიების 32%-ს და მეტწილად მცირე და საშუალო კომპანიებს, განსაკუთრებით კი მომსახურების დარგს აწუხებს, რომელთა 57% სწორედ მოთხოვნის შემცირებაზე საუბრობს. ამ დინამიკას ადასტურებს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ნაწილიც, რომელთაც ასევე მოთხოვნა შეუმცირდათ. ჩვენი ბიზნეს საქმიანობა განსხვავებულია სხვა ბიზნეს საქმიანობებისგან პირველ რიგში იმით, რომ ჩვენი სერვისი სრულიად სერვისია დაფუძნებული, გულისხმობ იმას, რომ არ იქნება რაღაც კონკრეტული მატერიალური პროდუქტი და ინტელექტუალურ შრომაზე არის დაფუძნებული. ამ კუთხით ვფიქრობ, რომ ინდუსტრიას ძალიან დიდი გავლენა დაატყო AI სისტემების განვითარებამ. თუმცა მეორე მხრივ AI სისტემების განვითარების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მომხმარებელმა იცოდეს, როგორი უნდა იყოს საბოლოო პროდუქტი იმისათვის, რომ მიიღოს ხარისხიანი მომსახურება. კვლევაში დასახელებულ პრობლემებს ადასტურებს ბიზნეს სექტორის ნაწილიც. როგორც გადასახადის გადამხდელთა კავშირში აცხადებენ, ბაზარზე სამომხმარებლო მოთხოვნის შემცირება პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის მსყიდველ უნარიანობის ვარდნასთან. ფასების სწრაფად იზრდება მაშინ, როდესაც შემოსავლების ზრდა ამ ტემპს ვერ ეწევა. ის რომ შემცირებულია ჩვენი კომპანიის მაგალითზეც აშკარა ვიზიარებ და ვეთანხმებიან ეს. ამას ახლა ბევრი რამ იწვევს, ბევრი ფაქტორია რა, პირველ რიგში ის რომ ფასების ზრდა ვერანაირად ვერ ხდება ამ ფასების ზრდის, ასე ვთქვათ, რამენაირად მოტოქვა. ეს ერთი ამბავია, შემოსავლების არაადეკვატური შესაბამისი ადეკვატური ზრდა რასაკვირველია არ ხდება საქართველოში, ბევრი ადამიანი გარბის ქვეყნიდან. ამასთან გადასახადის გადამხდელთა კავშირში მიაჩნიათ, რომ მოთხოვნის კლება არადროებითი, არამედ პერმანენტული ხასიათისაა, რაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ფონითაა განპირობებული. ამ პროცესს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ფასებისა და შემოსავლების დისბალანსი, ხოლო მთავარ პრობლემად მაინც მოსახლეობის მსყიდველ უნარიანობის შემცირება სახელდება. მთავარი მიზეზი რა არის? ადამიანებს არ აქვს უფრო მეტი შეძენის საშუალება. ან იმდენი, სადაც ვთქვათ, ცოტა უფრო ადრე იძენდნენ. რატომ? იმიტომ რომ მათი შესაძლებლობა, მათი შემოსავლების ოდენობა შემცირდა, ან იგივე დარჩა, არ გაზრდილა, ხოლო ფასები ძალიან სწრაფად და ძალიან არაადეკვატურადაც შეიძლება ჩვენი ბაზრის მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართაც თქვა, იზრდება. ზედაპირული რეფორმებით ეს საკითხები ვერ მოგვარდება. ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური საკითხები დგას, რომელსაც შეიძლება ფუნდამენტური, ძალიან ღრმა და ძალიან სიღრმისეულად გააზრებული რეფორმის ჩატარება. BIG ინდექსის მიხედვით ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა კვლავ კვალიფიციური და სამუშაო ძალის დეფიციტია. სპეციალისტების ნაკლებობა ყველაზე მწვავედ მშენებლობის სექტორში იგრძნობა, ხოლო სამუშაო ძალის დეფიციტი ისევ მშენებლობის და ვაჭრობის სექტორებში, რაც საშუალო ზომის კომპანიებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია. ამ შემთხვევაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირველ რიგში ის, რომ ბაზარზე ძალიან რთული არის კადრების მოძიება, განსაკუთრებით კვალიფიციური კადრების მოძიება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მუშაობთ ადგილობრივ ბაზარზე ძირითადად და კონკურენციაში შევდივართ კომპანიებთან, რომელიც კადრებს უხდიან საერთაშორისო ბაზრის შესაბამისად, იმიტომ რომ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ამ ნაწილს განაპირობებს. პირველ კვარტალთან შედარებით გამძაფრებულია ადმინისტრაციული და სამართლებრივი ბარიერებიც, რაც ყველაზე მეტად მარეგულირებელ გარემოს ეხება და საშუალო ზომის კომპანიებს აწუხებთ.
ნებართვების აღებით დაწყებული, პროექტების შეთანხმებით დაწყებული, შემდეგ 1000 ინსტანციის კიდე შეთანხმებით გაგრძელებული, შემდეგ ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსვლები და დაჯარიმებებით გაგრძელებული. აი ეს არის სწორედ ადმინისტრაციული ბარიერები, რომელიც ხელს გვიშლის განვითარებაში. იმის მაგივრად, რომ აი ძალიან მარტივ ენაზე ვიტყვი რა, ყველასთვის გასაგებად. ქარხანას აჩენებ, ბატონო ალექსანდრე, მთელი მთავრობა ფეხზე იდგეს. პირობითად ვამბობ ცოტა უტრირებულად. რითი დაგეხმაროთ, რა გაგიკეთოთ, აგერავათ ჩვენი შესაძლებლობით. ამის მაგივრად არის წარმოქმნილი უამრავი ხელისშემწყლელი ბარიერი, ბიუროკრატიული თუ სამართლებრივი, რომელიც ხელს გიშლის. BIG ინდექსი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის PMC კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია. ინდექსი მოიცავს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი 1400 კომპანიის მმართველი მენეჯერის შეფასებას ბიზნეს კლიმატის დასაქმების ბარომეტრის და საინვესტიციო გარემოს შესახებ. 2026 წლის მეორე კვარტლის გამოკითხვა 9-25 ივნისის პერიოდში ჩატარდა.